ეკონომისტების ნაწილს ინფლაციის განგარიშებასთან დაკავშირებით კითხვები აქვს. რამდენად სანდოა ინფლაციის მაჩვენებელი და შესაძლებელია თუ არა მასზე დაყრდნობა. ეკონომისტების განმარტებით დღეს ინფლაცია ქვეყნის ნომერ პირველი სოციალური და პოლიტიკური გამოწვევაა. თუმცა მისი დათვლის მეთოდოლოგია კერძოდ კი სამომხმარებლო კალათაში პროდუქტების შეწონვის საკითხი საზოგადოებისთვის დახურულია. ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი BMG-სთან განმარტავს, რომ ხელისუფლებას შეუძლია სამომხმარებლო კალათაში ხელოვნურად გაზარდოს იმ პროდუქტების წილი, რომლებზეც ფასების ზრდა დაბალია და შეამციროს იმ ჯგუფების ხვედრითი წილი, სადაც ფასები მკვეთრად იზრდება. ეს კი საბოლოო ჯამში რეალურზე დაბალ ინფლაციას აჩვენებს. ამიტომ ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ინფლაციის მაჩვენებლით მანიპულირება შესაძლებელია. არის შანსი, რომ თუ გაჩნდება სურვილი, ან არის სურვილი, რომ შენ ხელოვნურად მართო ინფლაცია, შენ შეიძლება გაზარდო პროდუქტების წილი, რაც ფასების მაზრდება არის დაბალი, შედარებით ან მოსალოდნელია, რომ დაბალი იქნება და შეამცირო ის წილი, რომელიც არის მოსალოდნელი, რომ იქნება მაღალი. ანუ მაგალითისთვის თუ რატომ აქვს სურსაც კონკრეტული პროცენტი, აი მე რა მაინტერესებს, ხო, რატომ აქვს კონკრეტული წილი კალათაში სურსათის მოხმარებას, პირობითად ავიღოთ, რომ აქვს 30% და არა აქვს ან მეტი ან ნაკლები. და ის ესე ვთქვა, და ეს ასევე ეს არ არის სტატიკური მონაცემი, ხო, ის იცვლება, როგორც მე ვიცი, წელიწადში ერთხელ იცვლება და საინტერესოა რის საფუძველზე იცვლება და რამდენად ეს ნედლი მონაცემები, რის საფუძველზეც მოხდა ცვლილება იყოს ხელმისაწვდომი. მე ვერ მივაკლია ამ მონაცემებს. როგორც წესი, სამომხმარებლო კალათა არის ერთ-ერთი განსაზღვრელი. სამომხმარებლო კალათაში არის წონები პროდუქციასა და მომსახურებაზე, ანუ კატეგორიებს ენიჭება ხვედრითი წონები. ხვედრითი წონები დგინდება პერიოდულად მოსახლეობის გამოკითხვების მიხედვით. რამდენად რელევანტურია გამოკითხვების შედეგები, რამდენად სწორია, რამდენად იყო ის სწორი წლების განმავლობაში და ეყრდნობოდა ამ შედეგებს. ჩვენ ამით ვხები ამ შეკითხვებზე. ჩვენ არც იმის საფუძველი გვაქვს, რომ არ ვენდოთ და არც იმის საფუძველი, რომ პრინციპში ვენდოთ. სტატისტიკის სამსახურს სამომხმარებლო ფასების ინდექსი აგებული აქვს ფასების იმ მონაცემებზე, რომელიც პოტენციურად შეიძლება გადაეხადოს მომხმარებელს, მაგრამ რომელიც მომხმარებელს რეალურად შეიძლება ჯერჯერობით გადახდილი არ აქვს. ფასები მოდის სამომხმარებლო ფასების ინდექსის მოდელში, ოღონდ ის ფასები, რომლებიც გაფორმებულია პროდუქცია. გადაიხადა თუ არა მომხმარებელმა ეს ფასები, ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აგვაქვს. სტატისტიკის ეროვნული სამსახური განმარტავს, რომ მოდელი, რაც ამჟამად ინფლაციის გასაანგარიშებლად გამოიყენება, უახლეს და თანამედროვე მეთოდოლოგიას ეყრდნობა. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი ირწმუნება, რომ 2022 წელს ფასების სტატისტიკა სექტორულად საერთაშორისო ექსპერტებმაც შეაფასეს და დეტალურად გაიარეს ყველა ის ეტაპი, რომელსაც საქსტატი ფასების გაანგარიშებისას იყენებს. მისი თქმით, უწყება საერთაშორისო სტანდარტებს მიყვება, ხოლო მათ მიერ გამოქვეყნებული ციფრები შესაძლოა ყველასთვის მისაღები არ იყოს. არ შეიძლება სტატისტიკის სამსახურმა ისეთი ციფრი გამოაქვეყნოს, რომელიც მისაღები იქნება ყოველთვის ამა თუ იმ მხარისთვის. ჩვენ ხშირად ვართ კრიტიკის ობიექტი და ჩვენი მონაცემები ძალიან ხშირად გახლავთ მანიპულაციის იარაღი. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ ვიყენებთ საერთაშორისო სტანდარტებს და ყოველთვის გავყვებით იმ გზას, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ არის ნაკარნახები, მიუხედავად იმისა, ამ მეთოდოლოგიის საფუძველზე გაანგარიშებული მონაცემები, რამდენად მისაღები იქნება მათთვის და მიუხედავად იმისა, რამდენად კრიტიკული იქნება ეს ჩვენთვის. ეკონომისტები ხაზს უსვამენ იმასაც, რომ საშუალო ინფლაციის მაჩვენებელი ყველა მოქალაქეზე თანაბრად არ აისახება. მათი თქმით, დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის, რომელიც ფულის ძირითად ნაწილს ურსაცსა და ჯანდაცვაზე ხარჯავს, ინფლაცია შესაძლოა 10%-ზე გაცილებით მაღალი იყოს. შესაბამისად, სასურველი იქნებოდა უფრო დეტალური ჩაშლა და სხვადასხვა კალათისთვის სხვადასხვა ინფლაციის მაჩვენებლის დადგენა. ეკონომისტებს კითხვები აქვთ საქსტატის თავისუფლების ხარისხთანაც. გამომდინარე იქიდან, რომ ინფლაციის მაჩვენებლის გამოთვლის პროცესი გამჭვირვალეა და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახური პოლიტიკური წნეხის ქვეშ მოქმედებს. თუ მიზანი დღეს ხელისუფლების არის, რომ სტატისტიკა გააყალბოს, ის ამ მიზანს თავისუფლად მიაღწევს. როგორც არ უნდა იყოს მეთოდოლოგია. ავტორიტარული რეჟიმი ვარ. ზოგადად ამ შეკითხვებს ვსვამთ, იმიტომ რომ ავტორიტარული რეჟიმი გვაქვს და შესაბამისად არ ვენდობით ბევრ რაღაცაში ხელისუფლებას, მათ შორის უკვე
სტატისტიკური ინფორმაციის მიღებაში. საქსტატის თავისუფლების ხარისხი დღითიდღე მცირდება ჩემი აზრით. მე მგონია, რომ ამ ეტაპზე ესეთ სიტუაცია იქნება. ეს თავმოყარი ინსტიტუცია, ის არ ამგონია, რომ აყალბებდეს მონაცემებს, მაგრამ მას აქვს შესაძლებლობა სწორედაც აი ესეთი პატარა ნებადართული ცვლილებებით რაღაცნაირად, ასე ვთქვათ, ითამაშოს ეს ქართული ოცნების თამაში. და შესაბამისად, სწორედ აქედან გამომდინარე არის საინტერესო, რომ ჩვენ ვიცოდეთ მეტი, არა მაგალითად, რომ მონაცემი არის თუ არა სანდო რაღის ციციბურა და მე არ მგონია, რომ ამ ნაწილში ხდებოდეს რაღაცა დონეზე გაყალბება მონაცემების. არამედ აი სწორედაც აი ის შეწონვა კალათების, ჩანშლა დეტალურად ინფორმაციის, აი ამის სურვილი თუ გაუჩნდა მომხმარებელს, რომ ამაზე კონდეს დეტალური ინფორმაცია. რატო ხდება ეს ცვლილებები? მე ვფიქრობ, აქ შეიძლება გამოიკვეთოს, რომ საქსტატი თამაშობს ქართული ოცნების თამაშს და ისე ცვლის იმ ნებადართული მეთოდებით, რასაც მას მეთოდოლოგია აძლევს შესაძლებლობას, რომ უფრო ფასები გამოჩნდეს, რომ მცირდება, ვიდრე იზრდება. 2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით ინფლაციის წლიურმა დონემ 4% შეადგინა. ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა კვლავ სურსათმა იქონია, სადაც ფასები წლიურად 8.8%-ით არის გაზრდილი. ფასების მატება შეინიშნებოდა ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა პური, თევზეული, ცხიმი და ზეთი, ხორცპროდუქტები, ხილი და სხვა. აწდენა ოფიციალურ სტატისტიკასა და მოსახლეობის აღქმას შორის კვლავ გამოწვევად რჩება, რადგან დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახები თავიანთი ბიუჯეტის უდიდეს ნაწილს სწორედ სურსათზე ხარჯავენ.